ესეთი კარგი შეხვედრაა, ესეთი სიმბოლური, როგორი ძმობა გვაქვს ჩვენ, როგორ ვიცით ჩვენ რა არის ტოლერანტობა და რა არის მეგობრობა, აი ეგ ჩანდა და ესეთი კარგი შეხვედრა მე არ მქონია რაც პოლიტიკაში შემოვედი, აი ამ კუთხით რომ აქ უნდა მოხდი ორი ეთნიკური ჯგუფი, ძირითადად ორი, აქ ალბათ ბერძნებიც იყვნენ, სომხებიც იყვნენ, მაგრამ ძირითადად იყვნენ აზერბაიჯანელები და ქართველები და აქ ჩანდა როგორი რეალური ძმობა გვაქვს ჩვენ და როგორ რეალურად ვაცნობიერებთ რომ ეს არის ჩვენი საერთო პრობლემა და საერთო სამშობლო. ამიტომაც აუცილებლად ჩვენ გავიმართოთ არჩევნებში. ოპოზიციას რომ ამდენი ხალხი აქ არ შეუგრებია არასდროს, ეს საგამათო არა და ამბობენ რომ არც პოზიცია შეუგრებია მარნეულში ამდენი ხალხი, თუმცა მე ამის მეცმე არ გამოვდგები ალბათ, მაგრამ აი ბევრი ამბობს რომ ამდენი ხალხი მარნეულში ჯერ არ შეგრებილა ერთდროულად. ძალიან მაგარია მუხტი და ამ მუხტის ძირითადი დამსახურება არის ფათაშური ჩვენი ხელისუფლების. იმდენად გააწამა და გააუბედურა საკუთარი მოსახლეობა დანახვა აღარ მოხდა. წყალს უკეტავენ ხელოვნურად უდანაშაულების იჭერენ და იციან რომ უდანაშაულო და აჩვენებენ სხვებს და ესე შემდგომ ძალიან ცუდღეში ხავს მოსახლეობა, ამავდროულად ჩვენც გაგვიცნეს და ჩვენც ნდობა დამისახურეთ და ჩვენც არის გარკვეული ხიბლი და ყველაფერი ეს ერთად აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყვება. ლერი ხაბელოს თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე აქვს დაქირავებული ფართობი, რომელიც არ არის დეკლარირებული. დიახ, ყველაფერი ვიცით ბატონ გიცია, რომელიც არ არის დეკლარირებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროები ბატონ გიცია, თუმცა ეს არ არის დამალული ინფორმაცია. კონტროლის პალატამაც კი არ იცოდა ამ ფართობის არსებობის შესახებ. აქ მიმდინარეობს დამკვირვებლების, რომელიც არჩევნებში ქართული ოცნების სახელით დააკვირდებიან, დამკვირვებლების გადამზადება. ლერი ხაბელოს ბინაში. ლერი ხაბელოს აქვს დაქირავებული ყაზბეგის ქუჩაზე ბინაში. თქვენ თუ ფართობი უფრო და მიმდინარეობს გადამზადება და მას დაუჯდეს, დიახ, რაც მათ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არ არის აღრიცხული, შეიძლება დაუჯდეს კანდიდატობის ფასად. ანუ შეიძლება ის მოიხსნას საარჩევნო კამპანიიდან. რისთვის არის ეს ფართობი დაქირავებული? მარტო თქვენ არ გადაწყვეტთ ამას და თქვენ გადასაწყვეტეთ. ჩვენ არ ვწყვეტთ ეს რამე პასუხს ვერ გაგცეთ, იმიტომ მე არაფერი ამის შესახებ არ ვიცი. თქვენგან გავიგეთ მთელი ისტორია, თქვენ მონაპოლის შესაბამისად მე ვერ გავაკეთებ რეაქციას. მე გავიგებ, გავერკვევი ამ ინფორმაციაში და პასუხსაც მოგაგებ. ანუ ასეთ ფართობების არსებობის შესახებ საერთოდ არ გაგვაქვს თქვენ ინფორმაცია ქართულ ოცნებას აქვს და თქვენ როგორ წარმოგიდგენთ თვითონ რომ ჩვენ რამე უკანონობას ახორციელებთ და თქვენი ხელისუფლება, ის თქვენი ტელევიზია და ეს თქვენი მეპატრონეები ამას როგორმე გაფარავენ და ვერ გაიგებთ. უკანონობას და გადამზადების უკანონოს რა თქმა უნდა ხელისუფლება ახორციელებს უამრებს. ჩვენ ყველგან და ყველაფერში ვიცავთ კანონებს და მიდივართ კანონიერი გზით. მარნეულში თქვენი შტაბის ხელმძღვანელი ბატონ ენუქიძე არის ყოფილი სპეცრაზმელი და ის არის კრიმინალში მხილებული. რა სწორად ამას რა შეგიძლიათ რომელი ტელევიზია ხართ მითხარით თქვენ KK info ინფორმაციას ააგეთ. რა ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? რა არის დაშინების პოლიტიკა? დაშინების პოლიტიკა თქვენ შეცვალეთ ხელმძღვანელი და ეხლა მეშიც თამაზები. რაც ნიშნავს კიდევ ერთხელ გამეორებ დაშინების პოლიტიკა არის ის რომ ენუქიძე დავნიშნე და მინდა დავაშინოთ. მინდა დავაშინოთ თქვენ თუ სააგაშვილი თუ მინდა დავაშინოთ. ბატონო მიცნე რა ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? თქვენი მოსაზრება. ეს ინფორმაციაც მე არ მაქვს, რასაც თქვენ ამბობთ, მე ამას გავარკვევ და გუმარში გიპასუხებ. დაშინებას, ეხლა ასეთ შეკითხვა თქვენ რომელი ტელევიზია ხართ? KK. საიდან მოხვედით? ვინ არის რას ნიშნავს KK? ქვემოქართლის საინფორმაციო პორტალი გახდა. გასაგებია რომ სახელმწიფო ხართ და გასაგებია ეს ყველაფერი და იყავით კი ბატონო, მე თქვენ გამოგიყვება, მაგრამ ესეც უსკითხოს რო სვავთ ჩვენ რა უნდა დავაშინოთ მოსახლეობა? ხო ესეც კითხოს რო სვავთ თქვენ და ყველამ რომ ყველაფერი იცით. დამელოდეთ და გიპასუხეთ. ესეც უსუსულ კითხოს რომ სვავთ, რომ ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობის დაშინებას. იმის შემდგომ როგორ ძალაობთ თქვენი ხელისუფლება ის თქვენ ხელფას გიხდით. რას უშევა საკუთარ მოსახლეობას ახლა ცოტა ახალგაზრდა გოგონები ხართ, ცოტა თქვენც იფიქრეთ და ნუ დასვათ ესეც სასაცილო კითხოს, ნუ დასვათ ესეც.